დღეს გვინდა ვისაუბროთ ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ პრობლემაზე, ცხიმიან და აკნესკენ მიდრეკილ კანზე. როგორ მოუვაროთ სწორად და რომელი პროდუქცია უნდა გამოვიყენოთ, ამ თემაზე ჩვენი სტუმრები გვესაუბრებენ. დილა მშვიდობის. რუბრიკის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის აფთიაქი. დილა მშვიდობის კიდევ ერთხელ მეგობრებო. პრობლემა არის და ამ პრობლემაზე არაერთხელ გვისაუბრია, თუმცა გვაინტერესებს ყველაფერი ახალი, რითიც შეიძლება ამ პრობლემას ვებრძოლოთ, როგორც პროდუქციის სახით, ასევე ბუნებრივია, ექიმთან ერთად გავივლით ამ ყველაფერს. ხო, დავსახოთ ჯერ პრობლემაა და ვისაუბროთ ცხიმიანი კანის, ესე ვთქვათ, არსებობის მიზეზებზე, ხო? არსებობს გენეტიკური ფაქტორი ალბათ და ესე გადაეცემა, თუმცა არის კიდე სხვა ფაქტორები, რომლის გამოც ადამიანს აწუხებს ცხიმიანი კანი. და შემდეგ აკნე თავის. ილანში. მოგესალმებით, რა თქმა უნდა, იმისათვის რომ პრობლემა მოვაგვაროთ, პირველ რიგში ვიცოდეთ მისი გამომწვევი მიზეზი, რადგანაც თუ კი ეს არის რაღაცა ჰორმონალური ცვლილებები, არის ხშირად როდესაც სტრესია, არასწორი მოვლა და ასე შემდეგ, ყველა ამ პრობლემის მოხსნის შემდგომ ეს პრობლემა თავისითვე ძალიან მარტივად მოვლით ალაგდება. თუ კი აქ გვაქვს გენეტიკური ფაქტორი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია ძირითადად აკნეს განვითარების, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა გენეტიკას ვერაფერს ვერ შევცვლით და შესაბამისად უკვე უნდა დავსახოთ მკურნალობის გზები. პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელიც აკნეს დროს აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, ეს არის სწორი მოვლა და დღის რუტინა. და შემდგომ გადავალთ რუტინაზე, მინდა რომ განგვასხვავებინოთ გენეტიკური და დაუშვათ რაღაცა მიზეზებით გამოწვეული ცხიმიანობა კანისა. რა ეტაპზე შეიძლება მიხვდეს ადამიანი როგორი კანის მატარებელია? და თუ შეიძლება საპრევენციოდ კიდე თინეიჯერობის დროს ექცევა ყველაზე მეტი ყურადღება და ამ დროს ის სწორედ აი ჰორმონალური ცვლილებებით განპირობებული ცხიმიანობა და აკნეა. ძალიან ხშირია, როდესაც ძალიან პატარა ასაკში, როგორც კი იწყება სქესობრივი მომწიფება, ამ დროს უკვე მოზარდები ძალიან მტკივნეულად აღიქვავენ ამ აკნეს და შესაბამისად ითხოვენ რაც შეიძლება სწრაფ მის მოშორებას, მათ შორის სისტემურ მკურნალობას. კარგია და გამოვიყენებ ამ ეთერს მაგისთვის რომ თქვა რომ არ არის რეკომენდირებული ერთ პატარა ეგრეთ წოდებულ პრიშიქზე გამოწუხზე პირდაპირ სისტემური მედიკამენტოზური მკურნალობა, რასაც ძირითადად ითხოვენ ხოლმე და მე ყოველთვის ვებრძვი. ითხოვენ პაციენტები, ბავშვები, ანუ მოზარდები? კი, ახლობი 12-13 წლის. ძალიან მძაფრად აღიქვამენ ამას და ორ პატარა გამონაყარზე უკვე ითხოვენ ისეთ სისტემურ მედიკამენტოზურ მკურნალობას, რომელიც არ არის ნაჩვენები ასეთ სუბუქი გამონაყარზე. სხვა რიგი პრობლემები შექმნას თავი. განვასხვაოთ უპირველეს ყოვლისა ეს, იმიტომ რომ გენეტიკური ფაქტორით, როდესაც არის როგორც კი გადაივლის ეს გარდატეხის ასაკი, ეგრეთ წოდებული თავისითვე გადის ეს პრობლემა და აღარ მოდის, ხოლო მოზრდილ ასაკში როდესაც ჩნდება აკნე, თუ კი ჩვენ გამოვიკვლევთ, რომ არა გვაქვს არც ჰორმონალური პრობლემები, არა გვაქვს ის თანხლები, რაც არის მაგალითად სტრესი, შეიძლება იყოს ერთგვარი ტრიგერი თვითონ აკნეს განვითარების, აი ყველა ამ პრობლემის მოხსნის მერე თუ კი რჩება, ну რა თქმა უნდა ეს გენეტიკური ფაქტორია და თან უნდა გავიხსენოთ ჩვენ მშობლებს, ბებიას, ბაბუას აქვს თუ არა. თუ არის ეს გენეტიკური ფაქტორი და სიტყვაზე ვიცი რომ ჩემს მშობლებს ჰქონდათ მე და ჩემი შვილი მოდის ეს პერიოდი. აი რამე საპრევენციო თუ შეიძლება ამისთვის გავაკეთოთ, გავანებოთ თავი და დაველოდოთ. არა, როგორ არის ცით, თუ კი კანი არის ცხიმიანი, ამ შემთხვევაში ჩვენ და გენეტიკაში ვიცით რომ ფორმის აკნე იყო, ეგრევე ვიწყებთ უკვე სწორ რუტინას, ვაქცევთ ყურადღებას და დაველოდებით გამწვავებას, ხო? რა თქმა უნდა, უბრალოდ ყველაფერს, ყველა ნაბიჯი უნდა იყოს იმის დამიხედვით, თუ რა პრობლემასთან გვაქვს საქმე, რა ტიპის კანი გვაქვს, ანუ სწორ მოვლას აქვს ზუსტად აი ეს საპრევენციო ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ ჩვენ არ გავართულოთ ესა თუ ის პრობლემა და დაბანა აუცილებლად, რომელიც არის აუცილებელი, თუ კი არის პრობლემური კანი, აი გასქელებული გვჭირდება აქ ერთსვლა და დაუშვათ სხვა მოვლის პროდუქტები, ამ შემთხვევაში შეგვიძლია შრატი გამოვიყენოთ და უკვე თვითონ გამონაყარზე დასატანის სხვადასხვა საშუალებები, რომლებსაც ეკა ალბათ ძალიან უფრო დეტალურად. კი. და ალბათ მოგახსენებთ. იცით რა მაინტერესებს კიდე მეგობრებო, სანამ ეკასთან გადავალთ, აი არ ვიცი რამდენად სწორად ვსვამ კითხვას. თუ აქვს მნიშვნელობა კანის სტრუქტურას, ანუ აი უფრო ღია ფერის კანი, უფრო მუქი ფერის კანი, აი რამე სხვაობა თუ არის ასე დროს საპრევენციო თან მოვლის საშუალებებში. რა თქმა უნდა, მოვლის საშუალებების დროს აუცილებლად ვითვალისწინებთ თვითონ კანის როგორც ფერს, ანუ სისქეს, როგორი არის, თხელია, სქელია, ფორები გვაქვს თუ არა გვაქვს და უკვე იმის მიხედვით ვნიშნავთ ამა თუ იმ საშუალებას. აკნეს დროს ვისარგებლებ ძალიან
ტრენდულია, ესე რომ ვთქვათ, ეს სხვადასხვა სალიცილის მჟავა, გლიკოლის კი, მჟავა, ბატონო. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დასაწყისში აი პატარა ასაკში უკაცრავად ეს მჟავები შემოადგენელი დასაბანიკელები ხშირად იწვევს ხოლმე სხვადასხვა გაღიზიანებას და აქედან გამომდინარე ეს სწორად შერჩევას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. კეთილი, მოვედით სწორად შერჩევაზე. ცხიმიანი კანით და მოვედით აკნესკენ მიდრეკილებით PSP-ში და რა გვხდება ეკა-იქ, რა არჩევანს შემოგთავაზე. მოგესალმებით კიდევ ერთხელ მივესალმები მაყურებელს. დღეს წარმოგიდგენთ კოდალის განახლებულ ვინოპურის ხაზს. ეს არის ხაზი, რომელიც განკუთვნილია ცხიმიანი, კომბინირებული და აკნესკენ მიდრეკილი კანის მოვლისა და მკურნალობისათვის. პროდუქტი გვაქვს სრული რუტინისთვის წარმოდგენილი, როგორც ნიამ აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია დასაბანის საშუალება, ანუ გასუფთავება კანის და სწორად შერჩევა. სწორად მივედი. ყველაზე მეტი რაოდენობის რაც არის, ის არის დასაბანი. ეს ყველაზე ხშირი ერთ ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა აქვს ამას. ეს რა თქმა უნდა ასუფთავებს ჩვენს კანს, როგორც ყოველდღიური მაკიაჟისგან, ჭურჭლისგან, ასევე შავ წერტილებსაც ებრძვის, ფორებზეც მოქმედებს, იმიტომ რომ შემოდგომაში აქვს სალიცილის მჟავა, გლუკონატური აქვს, ასევე გლიკოლი, როგორც ნიამ აღნიშნა, ასევე ინგრედიენტებს უფრო კარგად ჩაჭრა, ის ყველა საჭირო ინგრედიენტია, რაც სჭირდება ცხიმიანი კანის. იმიტომ რომ ვიცით, რომ ცხიმიანი კანი ყველაზე პრობლემურია. შემდეგ დაბანიდან რომ გადავიდეთ, შეად იყენებენ ხოლმე როგორც ტონერს, ასევე განწოთ ეს არ არის აუცილებელი რუტინაში, უბრალოდ ეს სრულზეა დამოკიდებული, როგორც გამოვიყენოთ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტია. შემდეგი ნაბიჯი რომ გამოვიყენოთ დამატენიანებელ საშუალებას. მიუხედავად იმისა, რომ ცხიმიანი კანია, ნინო დამეთანხმება, რომ მაინც ჭირდება დატენიანება, ოღონდ ისეთი პროდუქტით, რომელსაც აქვს ეს მატირების კონტროლი, ანუ ჭარბი ცხიმი რო არ გამოიყოს. ხო, საბამარეგულირებელი პროდუქტი. და შესაბამისად არაკომედოგენური. აი შრატი პირველი ეს კი ბატონო. კი ეს არის განახლებული შრატი. ეს არის კი ბატონო, რაც ქონდა და ეს არის უკვე განახლებული, ხო? აი მეორე არის განახლებული, უფრო მუქი შეფერილობით. ეს არის განახლებული. უფრო ხასხასა არის განახლებული. ინგრედიენტი შემადგენლობაში. გლუკონოლაქტონი, დიახ, ეს არის ერთ-ერთი პოლი მჟავები, ესე რომ ვთქვათ, რომელიც გამოირჩევა დაუშვათ სხვა მჟავებისგან, იმით რომ უფრო დიდი მოლეკულა აქვს, რაც განაპირობებს უფრო ნაზად შეიწოვება კანში და არ აქვს ის გაღიზიანებები დაუშვათ, რომელიც შეიძლება თანახვდეს გლიკოლის მჟავას. არ არის აგრესიული ფორმით არ არის წარმოდგენილი. აგრესიული და კიდევ გამოვყოფ, რომ ერთია რომ ჩვეულებრივი აკნეს დროს შეიძლება მისი გამოყენება შრატის, ასევე შეიძლება როზაცეის დროსაც. რაც არ არის ხოლმე ეს აკნეს საშუალებებს დიდითად არ ვიყენებთ ხოლმე ვარდისფერ ფერის ჭამელაზე, რადგანაც იქ უფრო სიზარღვოვანი კანია და ადვილად ღიზიანდება და ეს ამ შემთხვევაში შეგვიძლია რომ შრატი გამოვიყენოთ. კი გამოვიყენოთ. შრატი რა თქმა უნდა. იმდენად დამზოგველია. კი, თვალის ირგვლივ რა თქმა უნდა მოვიდოთ გამოყენება. შემდეგი საფეხური არის უკვე დამატენიანებელი, საცხოვრებელსაც როგორც უკვე აქვს მატირების ეფექტია, საბამარეგულირებელი პროდუქტია და თუ გვაქვს გამწვავებული აკნე, თუ გვაქვს გამონაყარი და ამ ყველაფერთან გვჭირდება ისეთი საშუალება, რომელიც თან დაგვიფარავს ამ ჩვენს გამონაყარს და თან სამკურნალო ეფექტიც ექნება, აი ამ წუბში მოთავსებული პროდუქტი, აი ეს პატარა კიკი, ეს არის პროდუქტი, რომელსაც აქვს ლოკალური მოქმედების პროდუქტი. ეს არ შეცვლილად არ განახლებია. ეს შემოყვანილი პროდუქტია. ეს არის რომელიც რამდენიმე საათში მიგვარებს ხოლმე პრობლემას. აქვს და თან დამფარავი ეფექტი აქვს, ანუ დავიტან შემდეგ შეგვიძლია მაკიაჟის დავიტანოთ და ნუ ძალიან ზეთ შეიძლება გადაუსვა მაკიაჟი. მაკიაჟი შეგვიძლია. და რამდენი წლიდან შეიძლება? ეს სრული ხაზი ასაკობრივი შეზღუდვა არ აქვს 12 წლიდან, ვინაიდან ის უკვე 12 წლის ასაკიდან თინეიჯერობის ასაკიდან იწყება ეს პრობლემა, 12 წლის ასაკიდან შეგვიძლია გამოვიყენოთ და ასევე არ აქვს შეზღუდვა ორსულობის დროსაც შეგვიძლია გამოვიყენოთ. კიდევ ერთი პროდუქტი, ეს არის მაიკროფში სკრაბ გომაჟი, ვიცით რომ აკნეს განსაკუთრებით ცხიმიანი და აკნეს გემიდრეკილი კანის დროსაც ძალიან მნიშვნელოვანია ეს მკვდარი უჯრედების აქერცლო და ეს არის პროდუქტი, რომელიც ძალიან კარგი იქნება თუ კვირაში ორჯერ გამოვიყენებთ, დავიტანთ ესეთი მსუბუქი წრიული მასაჟის შევიძოთ სახაზე, ცოტა ხანი გავიჩერებთ და შემდეგ ჩამოვყავთ. შემოდგომას ზუსტად აი პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია ნამზეურის მერე შენიხებული აკნე, როდესაც იღვიძებს. ეს საჭირო პროდუქტია ასე დროს. ხო, ეს ორი ახალი განახლებული დავდოთ ძველი ვერსია და რა არის? იმისგან იგივე ვარიანტი, უბრალოდ მილიტრიას არის 200 მილიგრამია და 300. კეთილი, თორემ შიგთავსი იდენტურია. ერთი პროდუქტი დამრჩა.
ეს არის მათ საცხი, რომელიც შრატის შემდეგ უნდა დავიტანოთ, დამეტენებული იქნება და თან აი ჩვენ ტესტ ზონაზე, აი როგორც აი ესე შუბლიც ხويრი მიწების ზონა, ამ მოქმედებს რომ ჩვენ ჭარბი ცხიმი არ გამოიყოს თორი დღის განმავლობაში და მატირების ეფექტი აქვს კი. ძალიან კომფორტულია თუ მაკიაჟი ვატარებთ ერთ დღის განმავლობაში, მაკიაჟის ცხიმი მოქმედებს და მოკლედ კი, სწორი მოვლა ძალიან ამსუბუქებს მდგომარეობას ზოგადად. ნინო, დაგიბრუნდები შენ და მინდა განვიხილოთ სტრესი და დაუშვათ აკნე. როგორი კავშირი აქვს ერთმანეთთან? აი რა ის არის ხო? სად სტრესი და სად გამონაყარი თითქოს, მაგრამ ამ დროს არის ერთმანეთთან კავშირში არის, თუმცა თვითონ სტრესი რა თქმა უნდა არ არის მიზეზი თვითონ აკნეს განვითარების, მაგრამ არის ერთგვარი ტრიგერი, ანუ გამომწვევი ესე რა ვთქვა. ხშირად რატომ? იმიტომ რომ სტრესის დროს გვაქვს კორტიზოლის მატება, ასევე არის სტრესის დროს სასქესო ჰორმონების ცვლილება და ყველა აი ამ პროცესის დროს თვითონ გამონაყარი იმატებს, რადგანაც აი ამ ჰორმონების ცვლილებები მომენტალურად ურტყამს ჩვენს ცხიმოვან ჯირკვლებს, რომელიც გაძლიერდება, გაძლიერებულად ხდება ცხიმის გამოყოფა, სრულად ვერ ხდება დაცლა ამ ცხიმოვანი ჯირკვალიდან და შესაბამისად ჩნდება ის უკვე პატარ-პატარა თეთრი და შავი წერტილები, რომლებიც უკვე შემდგომ ანთებით პატარა პუსტულებად გარდაიქმნება. აი ესეთი კავშირია ამ სტრესისა. იმიტომ რომ გულმკერდის სახე და ზურგი ეს არის ის არეები, სადაც უფრო მეტად არის ინტენსიურად გამოხატული ეს ცხიმოვანი ჯირკვლები და შესაბამისად ამიტომ სადაც საშუალება მიეცემათ პირველი სადაც გამოვლინდება ხოლმე არის აი თუ დააკვირდებით შეიძლება სახე არ იყოს და იყოს გულმკერდი, მხრები, ზურგი და ასე შემდეგ. დავუშვათ ადამიანი ვისაც აქვს კანი ესეთი ცხიმიანი და დაიწყებს მოვლის საშუალებების გამოყენებას. დაახლოებით რა პერიოდში ხედავს უკვე როგორ მოიხდენს ასე ვთქვათ მისი კანი აი ამ პროდუქტებს. ეს შედეგი საიდან იწყება? პირველი გამოყენები რა თქმა უნდა ხო ისეთი ეფექტი პირველი გამოყენების ეს არ იქნება. თავისთავად აი მოლოდინის სწორი შეფექტი შექმნა. პირველი ეფექტი აქვს აი ამას, რომელიც ლოკალურად დაგვიმშვიდებს იმ თანჯეს რა თქმა უნდა პირველი გამოყენება. ეს ის ერთი რო გამოხტება უცებ ხო მოლოდელი იმისთვის არის. და ეს უკვე რუტინულად. თუმცა უნდა დავამატო რომ აი იმისათვის რომ ჩვენ სრულყოფილი ეფექტი მივიღოთ, სადღაც ერთი თვის მანძილზე ჭირდება სრულყოფილად სახეს რო დაალაგდეს ესე. რუტინაში უნდა გადავიდეთ. თუმცა პირველი რაც ძალიან მნიშვნელოვანია, უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ პირველივე დღეებში უკვე გაუმჯობესება უნდა იყოს, ხოლო შემდგომ უკვე სრულყოფილ ეფექტს სადღაც ველოდებით ერთი თვის მანძილზე. თუმცა ისიც უნდა აღვნიშნო როგორც ექიმი, რომ ეს ინდივიდუალურია. შეიძლება ვიღაცის შემთხვევაში ორ კვირაში დადგეს და ვიღაცას ორი თვე დაჭერს. ანუ ზუსტი ვადები ძალიან ძნელია გასაცვლელი. მაგრამ აი სტატისტიკურად დაახლოებით ეს სრულყოფილი სურათი რო შედგეს დაახლოებით ესე 2-დან 4 კვირამდე არის. კი ბატონო, რა ვიცი, ამ მწურავები ვიყავით მე მგონი დღევანდელი დღისთვის და ეს ის პრობლემა, რომელიც სამწუხაროდ ბევრ ადამიანს აწუხებს და მოგვეცა საშუალება გაგვეცნო თქვენთვის კოდალი, რომელიც ამ ეს კონკრეტული მიმართულებით, რომელიც დაგეხმარებათ ამ პრობლემის მოგვარებაში. და გომაჟი ახსენეთ, ეხლა უბრალოდ გამომიყარა მე და ასევე არსებობს რაღაც ნიღაბიც, ხო? თორშეთ თიხის დეტოქს ნიღაბი, თიხის შემცველი კი ეს. რომელიც ასევე ვიცი რომ ცხიმიანი კანის ყველა ტიპის კანისთვის შეიძლება. ყველა ტიპის კანისთვის არის მათ შორის ცხიმის და სხვა. და ეს რა ხშირით გამოიყენება კვირაში ერთხელ ნიღაბი და გომაჟი გაცხიმიანი კანის შემთხვევაში კარგი იქნება თუ კვირაში ორჯერ გამოვიყენოთ. კეთილი, მოკლედ ალტერნატივები არსებობს, როგორ შეიძლება მოუარო ნებისმიერი სახის კანს, ნებისმიერი ესე ვთქვათ ხასიათის მქონე კანს, თუმცა დღეს გავაკეთეთ აქცენტი ცხიმიან კანზე, იმიტომ რომ ალბათ სიხშირით უფრო მეტია მოსახლეობაში ცხიმიანი კანი. კი, და რუჯი შემდგომ გამწვავებული. ერთ-ერთი ყველაზე ხშირია და განსაკუთრებით მწვავეა, იმიტომ რომ მოზარდებში არის ყველაზე მეტად გავრცელებული და მათ მენტალურ მდგომარეობას ეს ძალიან ესე რომ ვთქვათ ურტყამს. ყველას მივიტყოდი, ყველას ემოციაზე მოქმედებს არასასურველი სტუმარი სახეზე, ამიტომ ვიცით უკვე დღეიდან როგორ ამბობთ ეს პროცესები. მადლობა. მადლობა, დიდი მადლობა.